მაინც მონდომება ალბათ უმაღლესი, ერთ-ერთი უმაღლესი შეგრძნება ადამიანისთვის, რომ ის რაც მას უნდა, რომ იქნებ როგორღაც გამოიყვანოს. უკვე მე-1000 ჯერ ფიქრობდი ამ პროექტზე. გადავწყვიტე, თუ არ უნდა ჩემ კოლეგებს არ წამთ ამ მეთოდის, მე წამს, მე მჯერა და მე ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი გამოსავალი საქართველოსთვის. ოფთალმოლოგიაში ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. იმ ამბავს, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, სახელად დავარქვათ ექსიმერ ლაზერი საქართველოში. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო ესეთი მეთოდი, რომელსაც ერქვა რადიალური კერატოტომია. გავიწაფე ამ საქმეში მოსკოვში მუშაობის დროს და მე შემდეგ ვიყავი მიწვეული ჩინეთში. დღეში მქონდა 20-25 ოპერაცია, ყოველდღიურად. მე ვხედავდი, როგორი ნასიამუნები არიან ჩემი პაციენტები. მეორე დღეს ოპერაციის შემდეგ, როცა მხედველობა გაუმჯობესდებოდა, ჩინეთში ჩემი მივლინების დასასრულს დამაჯილდოვეს ჩინეთის საპატიო მოქალაქის ორდენით. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღიარება არის უცხოელი სპეციალისტების მიმართ ჩინელი ხალხის და ჩინეთის მთავრობის. ამ დროს მომიწია პეკინში ყოფნა და ჩემი კოლეგების კლინიკებში შევიარე, გამოვეცნაურე და მითხრეს, რომ იცი შენ თუ არა, რომ უკვე ახალი კურნალობა არის ამ დაავადებების, რომელიც კეთდება ლაზერით. ეს არის 90-იანი წლების შუა პერიოდი 1995-1996 წელი და წარმოიდგინეთ $300,000 ღირდა მარტო ეს დანადგარი, მაგრამ ამ დანადგარს კიდე ჭირდებოდა მთელი რიგი დამხმარე ხელსაწყოები, რომლითაც უნდა დიაგნოსტიკა ჩაგეტარებია მაღალ დონეზე, რომ ოპერაცია წარმართულიყო კარგი შედეგით. დაახლოებით $400,000 იყო ყველაფრისთვის საჭირო. ეს ძალიან დიდი ფული იყო ყველასთვის იმ დროს და ჩემთვისაც თავისთავად ცხადია. მაინც მონდომება ალბათ უმაღლესი, ერთ-ერთი უმაღლესი შეგრძნება ადამიანისთვის, რომ ის რაც მას უნდა, რომ იქნებ როგორღაც გამოიყვანოს. და დავიწყე მოძიება საქართველოში თანხების. უპირველეს ყოვლისა დასაკვირველია ჩემს კოლეგებს მივმართე, რომ ჩაგვეტარებია კოოპერაცია, ერთად გვეყიდა ეს ლაზერი და ყველას გვემუშავა ერთ რომელიმე კლინიკაში, ნეიტრალურ კლინიკაში. მაგრამ სამწუხაროდ არ ჯეროდა ჩემს კოლეგებს ამ ლაზერის ესეთ ღვთაებრივ მისიაში და ვერ ამომიდგენა, არ ამომიდგენ ხარში ფინანსურად. მაშინ ორი გზა მქონდა კიდე დარჩენილი. ერთი ეს იყო, რომ სახელმწიფოდან მიმეღო თანხა და მეორე იყო, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც მე ვიყავი კათედრის პროფესორი, მათგან ამეღო თანხა. უკვე მე-1000 ჯერ ფიქრობდი ამ პროექტზე. მარტო ვიჯექი და ფიქრობდი და გადავწყვიტე, თუ არ უნდა ჩემ კოლეგებს არ წამთ ამ მეთოდის, მე წამს, მე მჯერა და მე ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი გამოსავალი საქართველოსთვის. ოფთალმოლოგიაში ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩემი ბინა, სადაც მე და ჩემი და ჩემი მეუღლე ცხოვრობდით, ჩავდე ბანკში. ნამდვილად არ მყოფნიდა. არ მყოფნიდა და ამიტომაც ისევ და ისევ მიმართე ჯანმრთელობის მინისტრს, მიმართე მეორე ჩემ მეგობარს, რამაზ ხეცრუიანს, რომელიც იყო რექტორი სამედიცინო უნივერსიტეტს, ისინიც დამეხმარენ, მაგრამ დამეხმარენ უფრო ხარში დგომით და არა რეალურად ფულით. რაგდაში გამოიხატებოდა, მოვიწვიეთ იქიდან ერთ-ერთი მენეჯერი, მოგეხსენებათ საქართველოში სტუმრის და მით უმეტეს საჭირო სტუმრის პატივისცემა როგორი ვიცით და ამაში ჩაებენ, ესე იგი მინისტრის მოადგილე ამირან გამყრელიძე, ჩაება რექტორი, როგორც მოგახსენეთ რამაზ ხეცრუიანი და ყველამ ერთად ისეთი ზემოქმედება გავაკეთეთ ამ ჩამოსულ მენეჯერზე, რომ მან თქვა, კარგით მე გაძლევთო 2 წლის განმავლობას.
აი ამ თანხის დარჩენილი $150,000 განვადება მოხდეს 2 წლით. ამოვისურვეთ, რადგანაც უკვე ეს საქმე მოვაგვარეთ და აგვისტოში ლაზერი ჩამოვიდა საქართველოში. პირველი ექსიმერ ლაზერი საქართველოში ჩამოვიდა აგვისტოში. მარტო საქართველოში არა, ეს იყო ესე იგი კავკასიაშიც პირველი და ესე პირველი დარჩა 10 წლის განმავლობაში. ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მიღებული ფორმაა, რომ თავიდან მეცნიერული აღმოჩენები თუ პრიორიტეტები ყოველთვის ნეგატიურად არის ახმული ხალხის მიერ. ეს არ გამოვა არაფერი აქედან. და როცა უკვე ნახეს რომ ყველაფერი გამოვიდა, ჩვენ შემთხვევაში 10 წლის მერე, თქვენს რომ ეს ხო დიდი ხანია ცნობილია რომ ეს უნდა მუშაობდეს. დღესდღეობით უკვე საქართველოში 6 თუ 7 ლაზერი არსებობს, უმეტესობა რასაკვირველია საქართველოს თბილისშია, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას რომ აი 10 წელმა დიდი ნაბიჯი გადაგვადგმევინა წინ გამოცდილებას მივიღეთ თავისთავად ცხადია უცხოელი ექიმებიც კი ჩამოდიოდნენ ხშირად ჩვენთან რომ ეს ტექნოლოგიები ესწავლათ პირველი წლების გამოცდილება უკვე საშუალება მოგცა ახალი მიდგომა გაგერხილა დავიწყეთ ბავშვებზე ლაზერული ოპერაციის გაკეთება ეს იყო ძალიან მიზანმიმართული სამკურნალო საშუალება. სამკურნალო და არა კორექცია მხოლოდ რომ ბავშვი უსათოლო. ეს არის პლუსების დროს. აღმოჩნდა რომ ჩვენ სოფლიოში პირველები ვიყავით, ვინც ჩამოაყალიბა ჩვენებები ბავშვთა ასაკში ლაზერის გამოყენებით. ჩვენი კლინიკისთვის არის წელს სამმაგი საიუბილეო თარიღი. პირველი ეს არის ახალი მზერა 25 წლის არის და 25 წლის ეს იმას ნიშნავს რომ როდესაც დავიწყეთ ეს ლაზერი მაშინ შევქმნით ეს კლინიკა ახალი მეორე 50 წელი ეს არის ჩემი ექიმად მუშაობის თარიღი და მესამე ეს უკვე ბუნებრივია 75 წლის გავხდი წელს დღეს ახალი მზერას ექიმთა ჯგუფი წარმოადგენს ჩვენს დარგში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომლებიც ასევე ინოვაციებზე ფიქრობენ, მუშაობენ და კლინიკაში ნერგავთ ახალ მეთოდებს დიაგნოსტიკის, ახალ მეთოდებს კურნალობის, რითინაც კმაყოფილი ვართ ჩვენ და რაც მთავარია, კმაყოფილები არიან ჩვენი პაციენტები. შემოგვიერთდნენ ნიჭიერი და შრომის მოყვარე ახალგაზრდა ექიმები და ვფიქრობ, რომ ეს გუნდი მომავალშიც დაიკავებს პრიორიტეტულ ადგილს საქართველოს ოფთალმოლოგიაში და არა მარტო.